წარმოიდგინეთ, რომ სწავლობთ მუსიკას, თეორიის სწავლით ბგერის გარეშე, ან სწავლობთ ცეკვას ისე, რომ არ მოძრაობს. აი ზუსტად ეს არის ენის სწავლა გრამატიკით. ძალიან ბევრი კომენტარი შემხვდა ჩემს ვიდეოზე, სადაც ვთქვი, რომ არ დაიწყოთ ენის სწავლა გრამატიკის წიგნებით და დაიწყეთ სისტემით. მიმტკიცებს ხალხი, რომ გრამატიკის გარეშე ენის სწავლა შეუძლებელია. არავინ არ ამბობს, რომ გრამატიკა საერთოდ არ გვჭირდება. მაგრამ ენის სწავლა არ უდრის გრამატიკის სწავლას. ენის სწავლა უდრის სისტემის აგებას. ამ სისტემის ნაწილია სიტყვები, სტრუქტურა, მნიშვნელობები, კონტექსტი და დიახ გრამატიკაც, რომელიც აუცილებელი კომპონენტია, მაგრამ გრამატიკით არ მოიწურება ენის სწავლა. აგებ ჯერ სისტემას და შემდეგ ამ სისტემის ერთ-ერთ ნაწილად სწავლობ გრამატიკას. დაკვირვები ხარ თუ არა, როგორ სწავლობენ ენას ბავშვები? ჩვენ ყველამ ერთი ენა მინიმუმ ვისწავლეთ, ხომ ასეა? ჩვენ საკუთარ მშობლიურ ენაზე ოდესღაც ყველანიავლაპარაკდით. ახალშობილი ბავშვი არ იწყებს ლაპარაკს. იწყებს უკვე 1 წელზე მეტი წლის ბავშვი. როგორ იწყებს? ესმის, იმეორებს, იმიტაციას აკეთებს. ბავშვი როცა იწყებს ლაპარაკს, გამართული წინადადებებით არ იწყებს, არც სიტყვებით არ იწყებს, ბგერებით მეცადინეობს, ასე ვთქვათ. არის ენის სწავლის ასეთი მეთოდი, ნატურალური მეთოდი, ანუ ბუნებრივი მეთოდი, natural method, ასე ქვია, სადაც მთავარი აქცენტი კეთდება ზუსტად ენის სწავლის ბუნებრიობაზე. ანუ ვიხსენებ, როგორ მაქვს ჩემი საკუთარი მშობლიური ენა ნასწავლი და ასე ვსწავლობ უცხო ენებს. ეხლა რა შეიძლება რომ გავაკეთო? უნდა ჩაიგდო თავი გარემოში. ეხლა თუ ცხოვრობ ინგლისურენოვან ქვეყანაში უკვე ხარ, თუ არა ხარ თანამედროვე სამყაროში, ძალიან მარტივი გახდა უცხო ენის სწავლა იმ მხრივ, რომ მუდმივად შეგვიძლია მოусმინოთ. აი ეს ჯადოსნური ტელეფონები, რომელსაც ვსკროლავთ სულ, შეგვიძლია ამისთვის გამოვიყენოთ. უსმინოთ პოდკასტებს, უსმინოთ მუსიკებს, უსმინოთ ეცემებს, თუნდაც ვერაფერს ვერ გვებულობდეთ. აი ბგერები უნდა შემოვიდეს და მივხვდე რა ბგერებზე ვაპირებ ამიტყველებას. იმეორეთ ჟღერადობა, სცადეთ ბგერები მიამსგავსოთ. თუ რაიმე სიტყვას დაიჭერთ და ფიქრობთ, რომ ეს სიტყვა სადმე მოსმენელი გაქვთ, იცით? გაიმეორეთ. დააკვირდით მნიშვნელობებსაც. ადამიანები გამოხატული არსებები ვართ საკმაოდ. როდესაც ვლაპარაკობთ, არა მხოლოდ ვთქვათ, მეტყველებთ, არამედ ვმოძრაობთ, ხომ ასეა? ამიტომაც როდესაც ენაზე უსმენთ რაღაცას, დააკვირდით სხეულის ენას, დააკვირდით ინტონაციას და რაც მთავარია, ნახეთ სისტემა, რომელსაც მუდმივად ვიმეორებ, ანუ როგორ ჯდება სიტყვები ერთად. როდესაც უკვე ეს საფუძველი გექნება, რა თქმა უნდა დაიწყო გრამატიკა, რა თქმა უნდა გჭირდება წესებიც. რა თქმა უნდა გჭირდება, რომ იცოდე როგორ ააგოს წინადადებები. შეეხება სისტემაში გარკვევას, ჩემი ყველა ვიდეო, რომელსაც ვდებ, ზუსტად მაგას ემსახურება. გამოიწერეთ ჩემი არხი და ყოველ დღე ვდებ მინიმუმ 1 ვიდეოს და თითოეული ვიდეო ჩათვალეთ, რომ ერთი პატარა ბლოკი იქნება ინგლისურის სწავლის საქმეში.